მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მსოფლიო დონის პოემის ვეფხისტყაოსნის გადაღებას. თავი მეშვიდე, ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა. ნაწილი მეორე. თუცა მხეც ქმნილი ავთანდილ, გულა მოსკვნით და კვნესითა. ეგრაცა ჭამა მოუნდის, ადამის ტომთა წესითა. ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის კლავგრძესითა. შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა. ცხენსა მისცა, საძოვარი, ვირემ წვადი შეიწოდეს. ექვსი რამე, ცხენოსანი, ნახა მისკენ მოვიდოდეს. ხათუ გვანან, მეკობრეთა, რაცა კარგი არ იცოდნენ. აქა კაცი ხორციელი, კლა ყოფილა არაოდ. ხელთა ჰქონდა მშვილდისარი, მათკენ მივან ხიარული. ორთა კაცთა წვეროსანთა, ყმამოხვანდა უწვერული. თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული. ჭიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას გლახსული. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ, მეკობრეთა დაგამსგავსე. მათ მიუგეს, დაგვიწყნარდი, გვიშველერა ცეცხლი ავსე. ვერა გვარგო, მოგვიტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგვისახსე. სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვი შენცა დაიხასე. ავთანდილ მიდგა ეუბნა, მათ კაცთა გულმდუღარეთა. მათ უთხრას მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა. ჩვენ ვართო ძმანი სამნიმე, მით ვიდან ცრემსამ წარეთა. დია გვაქვს ციხე ქალაქი, ხატაეც არემარესა. კარგი გვესმასა ნადირო, ნადირობას წამოვედით. კლეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით. სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა აწავედით. ხოსთით ხეთსა უზომოსა, მინდორით და მტკიცად ხედით. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა, მესრონი დავაწბილენით. მით ერთმანეთსა სამნივე, ჩვენ კიდე დავეცილენით. მეუკეთ მოვკალ, მეგჯობო, სიტყვანი ვავაქილენით. ვერ დავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით. დღესამყარენით ლაშქარნი, სავსელი ირმის ტყავითა. თქვით გავაჩინოთ მართალი, ვინც ჯობს თავისა მკლავითა. თავსა ვეხალნეთ, მარტონი, დავდგეთ მართონენ თავითა. თვით დანახულსა მოლკვიდეთ, ნუ ესვით დამნახავითა. ჩვენ ვიახლენით სამთავე, სამნივე მიაბჯრენია. ლაშქართა წასვლა ვუბრძანეთ, მით არას მონაზმენია. მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია. დავხოცეთ ხეცი ფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია. ანაზდად მოყმე გამოჩნდა, კუშტი პირ გამქუშავია. ზედაჯდა სავსა ტაიფსა, მერანი რამე შავია. თავსა და ტანსა ემოსა, გარეთმა ვეფხის ტყავია. ჯერთმისი მსგავსი შვენება, კაცთაგან უნახავია. ვუჭვრიდეთ მისთა ელვათა, შუქნი ძლივს გავეცადენით. თქვით თუ მზიაო, ქვეყანად, ნუ ეუბნებით სადენით. მისი მოგვინდა შეპყრობა, კადრეთ და შევეცადენით. ასრეს უთქვი და ბაედით, მით ვართ სემლისასა დენით. მეუხუცეს მან უმცროსთა, კაცი დავსთხოვე ქენებით. ჩემმა შედეგმან ტაიჭი, მისი ვითაქო ხსენებით. ამან მართოდენ მორევნა, გვითხრა, ბუალეთ ჩვენნებით. მივმართეთ იგი აგრევე, წყნარად მივადა შვენებით. ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდით ხელნი ანატიფნა. იგი ტკბილნი გონებანი, ჩვენთვის მეტად დაამყიფნა. არა გვიხსნა, არცა დაგხსნა, ყოლა არა დამოვკრიფნა. მისნი მკვახედ მოუბარი, მათრახითა შეგვამწიფნა. უმცროსა ძმასა მივეცი, უფროსნი დავეზიდენით. ხელი მოკიდა, დადეგო, ესეცა კადრა კიდენით. მან ხმასა ხელი არ მიხო, ჩვენ ამად დავერიდენით. თავსა გარდაჰკრა მათრახი, ნახეთ სისხლისა კიდენით. ვითერთითა მათრახითა, თავი ასრა გარდაჰფრიცა. ვითა მკვდარი უსულოქმნა, ვითა მიწა დაამიწა. მისი რასვე მკადრებელი, მოამდაბლა მოაწიცა. თვალთა წინა წაღვივიდა, ლაღი კუშტი ამაყიცა. აღარ დაბრუნდა, წავიდა, წყნარად და აუჩქარებლად. აგერა მივა ნახეო, იგი მზეებდა მთვარეებლად. სორს უჩვენებდეს ავთანდილს, ტირალნი გაუხარებლად. ოდენჩდა შავი ტაიჭი, მისი მისმზისა მარებლად. აჰა მიხვდა ავთანდილსა, ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა. რადგან ცუდად არ წაუხდა, მასეზომი გარეთ ყოფნა. კაცსა მიხვდა საწადელი, დასაძებდეს მისი პოვნა.
მაშინ მისგან აღარ ახამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა. დღეს მე ამით დაგემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ ვიდეოში 2 დღეში.